მოგესალმებით. ბედნიერ დღეს გისურვებთ. ჩვენსკენ უკვე არის დაახლოებით 5 საათი. ჩემს ფრჩხილებზე ალაგ-ალაგ რულის ტრიალის დროს საღებავს თუ შეამჩნევთ. გთხოვთ არ შეიმჩნევთ, მაგალითად აგერ. მოკლედ პირველ რიგში კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას დაბადების დღის მოლოცვისთვის, კეთილი სურვილებისთვის. კომენტარები რომ არ დაიზარეთ. ხო და მეორე რიგში მას გეტყვით რომ მაიკომ წამოიწყო რემონტი პირველ სართულზე ერთ-ერთ ოთახში. გადავწყვიტე რომ ჩამოვსახლდეთ პირველ სართულზე, რადგან დავდგით მამა პაპური ფეჩი. მაიმე რა ხდება აქ? შტაბა რამდენი ხალხია? გამოვატაროთ. არ ვიცი რა ხდება. დიდი ხალხია საერთოდ. დავდგით მამა პაპური სვანური შეშის ფეჩი და გავაღუღუნეთ სახლი. მამა ჩემი კატეგორიულად უარყოფს კარმა, შმარმა და რაღაცებს და ყვარს რომ სახლში გიზგიზებს ფეჩი. ხო და ზემოთ რადგან ძალიან ცივა, ნუ შესაძლებელია ზემოთ გათბობის ჩართვა, პლუს ამას კონდიციონერი გვიყენია, რომელიც ყენდება როგორც სითბოზე, ასევე გაგრილებაზე, მაგრამ ვარჩია მაინც ქვემოთ რომ ჩამოვსულიყავით, ამიტომ მოდი მეთქი გავახალისებ ოთახს თქო. მამაჩემს ახალი შეღებილი ქონდა რეალურად ის ოთახი, მაგრამ მე მაინც ჩემებურად მოვინდომე იქ, ვიყიდე საღებავი, ფერი, ფანჯრის რაფები, ჩამრთველი ვიყიდე ახალი, ხო და ეხა ელექტრიკს ვეძებ, ვინც შეძლებს რომ დამიყენოს ეს ჩამრთველი. მოკლედ 2 დღე დამჭირდა სულ, რომ გამეშპაკლა ზოგიერთი ადგილები, ჭერი შემეღება, კედლების შემეღება, მერე იატაკი მოხეხე დღეს კარგად გემრიელად, ჩოთქით დამბებით, თავის პლინტუსებიანად. ნუ იატაკს არ შევხებივარ, რაც არის ის არის. არ არის ახლა იატაკის დრო. თავარია კედლები სუფთად და ლამაზად შეღებილია, ჭერი შეღებილია, ფანჯრები ახალი გამოცვლილია, ფანჯრის რაფები მე და მამიკომ მოვარგეთ, მე ვიყიდე მოვიტანე. ხო და ძალიან კმაყოფილი ვარ ერთი სიტყვით. დღეს ვარ ლაგებაში. დავუდგე გოგოებს 2 საწოლი ერთმანეთზე მიტყუპებული. დაიძნებენ ერთად, ნუ ერთი საწოლზე, მეორე საწოლზე. მე აქეთ გვერდზე დავიდგე ჩემთვის საწოლი. ხო და ეს რა ზიგზაგივით დადის ვიღაცა. ღმერთო ჩემო. ხო და ნუ პატარ-პატარა დეტალები დამრჩა. იქ ფარდა მაქვს ძალიან დიდი, ნაყიდი. ის უნდა გავჭრა შუაზე, გავუკეთ, პლუს ამას სიგრძე უნდა დაუმოკლო. ხო და გავუკეთდეს ის საკიდი ზონარი, რაც არის რა, ის პლასმასები რომ ხო, ფარდის საკიდები დავამაგრეთ ახალი და მამაჩემა ლამის ჭკვიდა გადავედით, იმიტომ რომ ბაბუაჩემს ეს სახლი აქვს საკმაოდ მყარად ნაშენები და ფაქტიურად შეუძლებელია რომ გახრიტო, ეს ბეტონი არის დანასხამი პირველ-მეორე სართულს შორის და ძალიან ბევრი ვიწვალეთ, რომ დაგვეყენებინა თვითონ ჭერზე ფარდის საკიდები. ხო და მესა დღეში ვარ რა, მოვედომე თლად 2 დღეც არ დამჭიროებია. იმიტომ დილიდან საღამომდე არ ვაკეთებ მაგ საქმეს. და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავის.
რაც ჩავიფიქრე, ამის გაკეთება შევძელი. ეხლა ამ პატარ-პატარა დეტალებს რაც არის დარჩენილი, ამებს მოვაგვარებ. ხო და ევეკო საწერი მაგი და მინდა იმ ოთახში რომ გადავიტანო და პლუს ამას გოგოების სათამაშოებით რომ იყოს იქ ოთახში, რო არ იყოს მთელ სახლში მიყრილ-მოყრილი. და ესე. გოგოებისთვის ვცდილობთ მაქსიმალურად შევქმნათ კომფორტი. ხოთ შორს გუშინ ვიყავით კერაში ჩვენი სამეზობლო. გვიან შეგავჩინე და მისიგნალა და მე გვიან შევავჩინე. ვიყავით კერაში, მივეცეთ ხინგალი ხაჭაპური, ფრიდა ამბები. შეიძლება ის სადღაც მიგისვათ ეს კადრები ევეკოსთან ერთად რაღაცებს ვიღებდი და ზურას გადავუგზავნეთ. მე ევეკო მყავდა წაყვანილი, დანი არ წამეყვანია სამწუხაროდ. რადგან ქალბატონი დანიელა ბაღიდან გამოვიყვანე ცოტა არ იყოს, რაღაცნაირად იყო მასწავლებელმა დამირეკა, სამბავშვო ვირუსი აქვთო, ხო და დანიკოსაც სავარაუდო ნიშნები აქვს და გიჟივით გავარდი წამოვიყვანე. სიცხე და რამე არ აქვს, მაგრამ ცოტა კუჭენაწლავში ვერ ვიყავით კარგად. ამიტომ ავარიდე თავი დავტოვე სახლში. სამაგერად ევეკო მყავდა წაყვანილი. ლაკლაკო. დიდი ხანია ესე რაღაცნაირად გულიანი ნალაპარაკები ვლოგი არ დამიდია. ანუ ვლოგი არ გადამიღია, დამიდევს კი არა, არ გადამიღია. ამ საღებავიანი ხელებით სადმე ხარ მაია. ხმერთა ჩემო გუშინ მთლიანად საღებავში ვიყავ. თან ჭერს როღებავ განსაკუთრებით მაშინ. რაც შეეხება ჩემ ჯანმრთელობის ამბებს. თავი მტკივა ეს უკანა ნაწილი ყრუთ. დილობ არ შევიმჩნიო. ცხვირიდან გამონადენმა ფაქტიურად ამილაგდა რა. როგორ არ მიყვარს წყალდობა ქუთაისის გზაზე. მე ქორწილებს რომ შევხვდები. ღმერთმა გაბედნიეროთ. 100 წელი მარად და მარად უბრალოდ ხა წვიმს. თან მე ქორწილები თან 5 ზოლში მიდიან. Oh my god. ხოდა აი ცოტა ეს წამოხველებასავითა მაგ რა. წამომახველებს ხოლმე. მიდი დამიაბგონე ჩემი ძმა. რამხელათი შორს წახვალ ერთი ნახავ. ალა სადღაც ეჩქარება. გული მწყდება რომ ძღოლები ერთმანეთს პატივს არ სცემენ. თავარია თვითონ მივიდნენ ჩქარა და დროზე და სხვა რასამს საერთოდ არ აინტერესებთ. რა კაი სუბარუა. თუ რა იყოს ახლა მოეწონებოდა. წავიდა ის მეკორწილე და აბავი და 5 ზოლიანი მანქანების ამალაკია და ჩაიარა ქორივით. იმედია დღეს ჩავალ ქუთაისში. თან არ მინდა რომ დამიბნელდეს გზად. მინდა დროზე დავბრუნდე უკან. კარფურში მივდივარ, ტოსტის პური არა გვაქვს, ბანანი და ვაშლი და ესეთ რაღაცები არა გვაქვს, მაგრამ ძირითადად ხილისთვის მაინც ბაზარში დავდივარ, უბრალოდ ეხა იმდენად გვიანია, ბაზარში მისვლას აზრი არ აქვს, პლუს ამას ტოსტის პური მინდა, ამიტომ ტოსტის პურისთვის სულ დავდივარ კარფურში. ხო და საცობია ჩვეულები. ამიტომ ბარემ კარფურში ვიყიდი ბანანს და ვაშლსაც. ხო და კარფურში იყიდებოდა 25 ლარად პეტერა ხალიჩები. რაღაცნაირი საყვარლობა. ხო და ფიქრობ ისინი ხوار ვიყიდო 2 ცალი თქო. და გოგოების ოთახში ხوار
ისეთი მზე იყო. აი ავდრის შემდეგ რომ გამოანათებს და რომ მიმოფანტავს ამ ღრუბლებს. ხო და ბრახდა ეს მზე გაქრა და წამოვიდა წვიმა. მაგრამ არა უშავს. აკუსია, ნუ დადიხარ შუაგზაში. ალბათ ძაღლებია, პატრულები. მე კაი გოგო ვარ, კანონმორჩილი 70-ს დავდივარ. თან კამერებია, კამერები თუ არ იყოს, მაინც ესე დავდივარ. იმიტომ სად მეჩქარება. სიცოცხლე მწყურია, განსაკუთრებით ეხლა. ევეკოს აქვს მათემატიკა სამეცადინო, მარტო მათემატიკა. დანარჩენი ყველაფერი იმეცადინა აბსოლუტურად. იჩდა კარგახანი კითხულობდა, ოპა. მაცახმა გადაირბინა, ეხლა უცებ გადაჭრა გზა. მან პირდაპირ შუა ტრასაზე გააჩერა მანქანა და გააღო კარები. მერთო ჩემო. ვიდეო რეგისტრატორი უნდა გქონდეს. გზას რო უყურებს და ბევრ მომენტებს დაიჭერ ისეც. თქვენს კი რა ხდება ხალხო, თქვენ როგორ ახართ? ხომ ხართ კარგად? კომენტარებს რო ვკითხულობ. აი ხშირად ვინც წერს კომენტარებს, ყველაზე ხშირად. მათ კომენტარებს რო ვკითხულობ, თითქოს დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. არა და რეალურად თქვენ უფრო მეტი იცით ჩემზე, ვიდრე მე თქვენზე. იმ დღეს ავადმყოფოში რო შემხვდა ის გოგო პატარა ჩვილი ეკავა ხელში და მეუღლესთან ერთად იყო. თქვი, ვოცდები წინა ვლოგში რა, წინა ვლოგში. რო ესე ავადმყოფოში ნახე თქო და ძალიან გამეხარდა. ბიბლუში რო ნახე კიდე ჩვენი გამომწერი ძალიან გამეხარდა და ისეთი ემოციები ჰქონდა და მადლობა თქვენ ამ სიყვარულისთვის და სითბოსთვის. Куда ისო ჩემო დედულეთო. არ არის დედულეთი, პრინციპში დედულეთი არა, უფრო ბებო ცხოვრობდა ქუთაისში კი. არა, მე კარენოი წყალტუბოელი ვარ. ქუთაისში დავიბადე, წყალტუბოში გავიზარდე. Umbrella, ela. ესეთი ამბები. ალკორიუმი ბუხაიძესაც თუ იყო, არ ვიცოდი. ერთი ვიცი რუსთაველის ხიდთანაა. ხოდა დედა თლად გასწორდა მიწაზე კაცო ეს ევრო 3.13 და 7. რა უბედურება. არა და 3.19-ზეც და 3.20-ზეც იყო. ვაიმე დედა რამხელა ორმო იყო, ორმო. დღეს გამოვა ვლოგი მანქანიდან. მე და ჩემო მაიგო არაფრეთე ხატა. და ხან მიყვეს. ნუ თუ მე ვარ 38-ის. არა მაიგო შენ არა ხარ ის სხვა მაიგო არის. შენ ხარ 16 წლის. არა 16-ის არა, მაგრამ ახალგაზრდა გოგო ხარ მაიკო, ახალგაზრდა გულით
ხასიათით. გავიხალისოთ ცხოვრება, ესე თორე ვინ რა იცის, ვის გულში რა დარდია. მაგას ვერც ვერავინ ვერ მიხვდება, მაგრამ სხვას ხوار უნდა მოვახვიოთ თავზე ჩვენი დარდი და ვარამი და პრობლემები და ამბები. რადგან ყველას თავისი პრობლემა ეყოფა. გაიარე დარარირარირარირო ჩამაგეძინა სიმონ ესეთი ამბები. მე ჩემი შათიკო დანათია უნდა ჩამოსულიყო ათენიდან და ჩამოვიდნენ ნეტაო აი დროს გაგახსენა მაიკო დაურეკე აუცილებლად მოვედი უკვე კარფურსა შენა მოვედი